ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ყველა ძარღვი მითრთის. დღევანდელი საღამო იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამორჩეული. ის გრძნობებიც რაც მეგონა რომ მიძინებული იყო დღეს გაცოცხლდა. ურმანჯინორია და თვევგენიძე გალაქტიონი იყო დახურულ სივრცეში ფანჯრის გაღების და სუფთა ჰაერის შემოსვლასავით. ზუსტადაც თავის დროზე მისი ლექსების მხატვრული კითხვის გამო შემიყვარდა ლექსები. ურმანჯინორი არის ერთ-ერთი ის ადამიანი, ვის გაკვალულ გზაზეც მინდა რომ ვიარო. დღეს გალაქტიონი კიდევ ერთხელ დავინახე სხვა თვალით. მსგავს საღამოებს დაუწყები ვარ, მაგრამ დღევანდელი საღამო იყო აბსოლუტური ტრიუმფი. როგორც პოეზიის, ესევე მუსიკის. ბატონი ზვიადის მუსიკა და ბატონი მურმანის სიტყვა ისე იყო ერთმანეთში შერწყმული, რომ გეგონებოდა ერთი მთლიანი იყო. 2 საათის განმავლობაში არ გაწყვეტილა ის სიმი, რომელიც მათი გულებიდან მოდიოდა და ჩვენს გულებს უერთდებოდა. იმდენად სხვა განზომილებაში ვიყავით თითეული ჩვენთაგანი. ეს იყო უდიდესი სულიერი საზრდო. ურჩევ ახალგაზრდებს, რომ ბევრ ასეთ საღამოზე გაატარონ დრო. სხვა გამიყავხარ, როცა აქ მოდიხარ და აი ხანია მართლა ესე არ მისია მომნია მართლა. ახალი მუზა მომივა და ძალიან ბევრ ლექსებს დავწერ. მქონდა უსაზღვრო ემოციები ბატონ მურმანჯინორიასა და ქალბატონ მაია ბარათაშვილის ამ არაჩვეულებრივი დუეტის. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად გავიზიარე გალაქტიონის სამყარო. ქართული კულტურის ნაწილი არის ლექსები და კულტურა არის ერთ-ერთი ის ფესვი, რაც გვაერთიანებს ქართულ საზოგადოებას. გვეხმარება ტექნოლოგიების ეპოქაში არ დავკარგოთ ის ემოციები, ცოცხალი ურთიერთობები, რაც ადრე იყო, არის და უნდა გაგრძელდეს კიდევ დიდხანს. გალაქტიონმა დაწერა, ჩემთვის დღესავით არის ნათელი რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობაო და მართლაც დღეს ყველაფერი ითქვა.